აბა თქვენ თუ იცით რა ქვია ამ ღვეძელს? ეს არის თხელი, ძალიან გემრიელი ღვეძელი ჩუდუ, რომელიც სხვადასხვა შიგთავსით მზადდება. მე ამჯერად მოვამზადე ყველის ხაჭოს და მწვანე ხახვის შიგთავსით. საჭირო ინგრედიენტებისთვის კი რა თქმა უნდა ჩემი უბნის ორნაბიც მივაკითხე და გარკვეულ პროდუქტებზე ძალიან კარგი ფაზაკლებაც დამხვდა. მოვედით სახლში და დავიწყოთ მომზადება. ღვეძელის ცომი მზადდება უმარტივესად, დაგვრჩერდება ფქვილი, მარილი და თბილი წყალი. ცომი გამოდის რბილი და ხელებზე ოდნავ მიგეკრობათ. შემდეგ თაში ჩავასხავთ ცოტა ზეთს, ჩავზელთ და გავაჩერებთ დაახლოებით 1 საათი. ახლა კი მოვამზადოთ შიგთავსი, მე გამოვიყენე სულგუნი, ასევე გამოვიყენე ხაჭო, 2 კვერცხი და ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი მწვანე ხახვი, რომელიც ძალიან უხდება. ინგრედიენტები კარგად გადავური ერთმანეთს და შიგთავსით მზად არის. ამასობაში ჩვენმა ცომმაც დაისვენა და გავაკეთოთ თანაბარი ზომის პატარა გუნდები. ღვეძელს ვაცხობთ ცხიმის გარეშე, ცხელ ტაფაზე. უნდა გავაბწყეულთ რაც შეიძლება თხლად. მე ძალიან კარგად არ გამომდის ეს პროცესი, თუმცა მაქსიმალურად ვეცადე. გადავიტანოთ 2 კოვზი შიგთავსი, აი ასე ჩებურეკის ფორმა მივცეთ და შეგვიძლია უკვე გამოვაცხოთ ორივე მხრიდან, რომ შეიბრაწება ბევრი კარაქი გადავუსვათ და გემრიელად მიირთვით.